11 სკოლას რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს. საუბარია რეგიონებში მდებარე სასწავლო დაწესებულებებზე, რომლებიც ავარიულ მდგომარეობაშია. შედეგად უკვე წლებია მოსწავლეები ახლო მდებარე სკოლებში დადიან. ჩამონათვალშია ქუთაისის, ტყიბულის, თელავის, მანისის და კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტის სკოლა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. წლის ბოლომდე სარემონტო სამუშაოების დაწყება კიდევ 100-მდე სკოლაში იგეგმება. მოძველებული ინფრასტრუქტურა, კედლებიდან ჩამოცვენილი ბათქაში, ფანჯრებზე დაზიანებული მინები. ეს ქუთაისში მდებარე აფხაზეთის ნომერ მე-5 საჯარო სკოლა. მასთან ერთად ათეულობით სასწავლებელია, რომელიც განახლებას საჭიროებს. ქუთაისის მერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ნომერ მე-5 და მასთან ერთად ქუთაისის 24 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოეწყობა როგორც შიდა პერიმეტრი, ისე გარე სივრცეები. რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე თელავის, ტყიბულის, ხონის, ბორჯომის, რუსთავის სასწავლებლებს. განახლდება დმანისის, მესტიის, თიანეთის მუნიციპალიტეტის და დაბა ჟინვალში მდებარე საჯარო სკოლებიც. სკოლების განახლებამდე მოსწავლეების ნაწილი სხვა ახლო მდებარე სასწავლებლებში არიან გადანაწილებულნი. კიდევ ორი სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება სულ ქუთაისში. ეს არის აფხაზეთის მე-5 სკოლა და 24 საშუალო სკოლა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ორივე სკოლებს, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის მთლიან განახლებას, მოეწყობა ახალი საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული შენობა, ეს სრულად იქნება რეაბილიტირებული, მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნები. მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისათვის უსაფრთხო გარემოში იზრდებოდნენ, უსაფრთხო გარემოში იღებდნენ განათლებას. ორი წელია, რაც გადავედით 25 საჯარო სკოლაში, რადგან სრული რეაბილიტაციას მოითხოვს ჩვენი სკოლა. ამ ეტაპზე გამოცხადდა ტენდერი და უახლოეს მომავალში ალბათ იმედი გვაქვს მალე დაუბრუნდებით ჩვენს მშობლიურ კედლებს. ველოდებოდით რეაბილიტაციის პროცესის დაწყებას, რამდენიმე წელია არის საუბარი და მნიშვნელობა აქვს იმ მხრივ, რომ ჩვენ შევძლებთ მოსწავლეებს შეუქმნათ უფრო თანამედროვე სასწავლო გარემო და ეს გარკვეული მოტივაციაც იქნება მოსწავლეებისთვის, რომ უკეთესი შედეგებზე გავიდნენ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, გამოცხადებული აქვს ტენდერი 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაციაზე. შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლების დეტალური საპროექტო, სახარჯ-თაღრიცხვა დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულება. საუბარი არის სკოლების სრულად განახლებაზე, განახლდება როგორც საკლასო ოთახები, ასევე ლაბორატორიები, ადმინისტრაციული ნაწილი, სრულად შეიცვლება კომუნიკაცია და კეთილმოეწყობა ეზოები. იმედს ვიქონიებთ, რომ კეთილსინდისიერი კომპანიები დაინტერესდებიან აღნიშნული შესყიდვით, ხოლო ჩვენ 1 წლის ვადაში, რომელიც მოიცავს სამშენებლო პროცესს, ხოლო 4 თვე პროექტირებას ჩავაბარებთ განახლებულ სკოლებს სასკოლო საზოგადოებას. 8 მუნიციპალიტეტში 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია რეაბილიტაციისთვის ტენდერის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 130 მილიონ ლარს შეადგენს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ საჯარო სკოლების განახლებაზე მუშაობა გაგრძელდება. გიორგი შონიას თქმით, წლის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი 100 სკოლის რეაბილიტაცია მშენებლობაზე. მედოვნით, რომ 16 თვეში მივიღებთ კიდევ 11 სრულად ახალ რეაბილიტაციებულ სკოლას. გარდა ამისა, ჩვენ ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად გქონდა არაერთი შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან და მათ დავბიდით, რომ წლის ბოლომდე გამოაცხადებთ 100 სკოლის სარეაბილიტაციო სამშენებლო ტენდერს. 100 სკოლიდან ჩვენ უკვე 25 სკოლაზე გვაქვს სატენდერო პროცედურები, ზოგზე ხელშეკრულება გაფორმებული, ზოგზე გამოცხადებულია ტენდერი. გარდა ამისა, დასრულდა კიდევ 25 სკოლაზე ბაზრის კვლევა და თვის ბოლოსთვის უკვე გვექნება გამოცხადებული ამ 25 სკოლაზეც ტენდერი. მუნიციპალური განვითარების ფონდი მოუწოდებს შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე სამშენებლო კომპანიებს დაინტერესდნენ გამოცხადებული ტენდერებით და შეწყიდვის პროცედურებში მონაწილეობა მიიღონ.